უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებამდე 5 თვე რჩება და ქვეყანა მწვავე პოლიტიკური ბრძოლისკენ მიემართება. მოსკოვთან დაახლოებულ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს, როგორც ჩანს, უპრეცედენტო გამოწვევა ელის მისი ყოფილი თანაგუნდელისა და ოპოზიციური ლიდერის, პეტერ მადიარის სახით, რომელიც სწრაფად იზიდავს მთავრობის მუშაობით უკმაყოფილო ამომრჩევლებს. ჩვენ ვგლოვობთ იმ ბოლო 20 წელს, რომელიც ფუჭად დაიკარგა. ამ პერიოდში ორბანის მთავრობამ უამრავი შესაძლებლობა გაანიავა. შეიძლებოდა, რომ უნგრეთი დღეს სრულად ევროპული, ცივილიზებული და ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანა ყოფილიყო. რა თქმა უნდა, ვიქტორ ორბანის საზიზღარი კორუმპირებული მთავრობა ყველაფერს გააკეთებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ამაში ეჭვიც არ გვეპარება. ასე წარსულშიც იქცეოდნენ, თუმცა ახლა ყველაფერი სხვაგვარად იქნება. მოსახლეობის მხარდაჭერა მათ აღარ აქვთ. ვიქტორ ორბანის გახანგრძლივებულ მმართველობას თან ახლდა სუსტი ეკონომიკური მაჩვენებლები და მაღალი ინფლაცია. პრობლემები, რომლებიც უნგრეთისთვის განსაკუთრებულ გამოწვევად იქცა. ორბანმა პირველად პრემიერ-მინისტრის პოსტი 1998 წელს დაიკავა, ხოლო 2010 წლიდან მოყოლებული თანამდებობას ზედიზედ მეოთხევადით ინარჩუნებს. კრიტიკოსები მას კორუფციაში, ანტიდემოკრატიულ და ავტორიტარულ მმართველობაში ადანაშაულებენ. ანდრაშ ბირონაგი, ბუდაპეშტში მოქმედი პოლიტიკური ანალიტიკური ცენტრის დირექტორი, განმარტავს, რომ უნგრეთში არჩევნები უკვე წლებია თავისუფალია, თუმცა უსამართლო. ტერმინი თავისუფალი, მაგრამ უსამართლო რამდენიმე არჩევნების დროს გამოიყენეს და ვფიქრობ, სიტუაცია ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საერთოდ არ შეცვლილა. უნგრეთის არჩევნებში თანაბარი პირობები უბრალოდ არ არსებობს. თავად პეტერ მადიარიც აღიარებს თანაბარი პირობების არარსებობას. მისი პარტია ტიზა ძალიან მცირე რესურსით მოქმედებს. პოლიტიკოსი ამ პროცესს დავითისა და გოლიათის ბრძოლასაც ადარებს. ამ ბრძოლის მოსაგებად კი ის აქტიურად მოგზაურობს ქვეყნის პერიფერიებში, ამომრჩევლებს ხვდება და ამ პროცესს გამარჯვების გზას უწოდებს. თავად ორბანი კი ამომრჩევლის თვალში მადიარის დისკრედიტაციას ცდილობს და მას წარმოაჩენს როგორც ქვეყნისთვის მთავარ საფრთხეს. ამტკიცებს, რომ მადიარის გამარჯვება უნგრეთს დაასუსტებს და უკრაინის ომში ჩართავს. არ ვიცი, საერთოდ ნორმალურია თუ არა ჩვენს ოპონენტებზე თანაგრძნობით საუბარი. პასუხია არა. ხალხს ისინი არ სჭირდება. მემარცხენეებთა ინტელექტუალურად და სულიერად დაცარიელდა. ის მხოლოდ იმ ხალხის ბრბოა, რომლებიც ძალაუფლების მოსაპოვებლად შეიკრიბნენ. ასეთია რეალობა და ეს საკმაოდ სამწუხაროა. ამ რიტორიკის გასაძლიერებლად ვიქტორ ორბანს ეხმარება სამთავრობო მედიაც და არა მხოლოდ. ჩვენ წინაშე დგას აშკარა პროპაგანდის მანქანა, საიდუმლო სამსახურები, შეუზღუდავი სამთავრობო ფული და უზარმაზარი ძალაუფლება. ეს არ არის ნორმალური მთავრობა. ორბანის მთავრობა ძალაუფლების ბოროტი მანქანაა. ჩვენ კი აქ ვდგავართ ჩვენი ძალებით, ძალიან მწირი რესურსითა და ფინანსებით და უნგრეთის დროშას ვაფრიალებთ. მიუხედავად მთელი ამ რესურსისა, ბოლო გამოკითხვების უმეტესობა აჩვენებს, რომ პეტერ მადიარი და მისი პარტია ტიზა ორბანის ფიდესს უსწრებს. ეს კი უნგრეთში ბოლო 2 ათწლეულის განმავლობაში ოპოზიციისთვის უპრეცედენტო მოვლენაა.